Am ვიკენდზე ჩვენს წინ არის UFC Rio, სადაც მთავარი დაპირისპირება იქნება მსუბუქ წონაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი. Charles Oliveira წინააღმდეგ მატეობის გამროტი. ეს ბრძოლა ბევრისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან მსუბუქი წონა ყოველთვის გამოირჩევა ვარსკვლავებითა და ფანების ფავორიტებით. ამავე კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლი არის Charles Oliveira, რომელიც თავისი გამაოგნებელი გამძლეობით და ტექნიკით ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ Charles ცოტა ხნის წინ UFC 317-ში ილია ტოპურიასგან შეჯახება და კოაუტი ჰქონდა, ახლა იგი ცდილობს დაბრუნდეს და აჩვენოს თავისი ჭეშმარიტი ძალა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სწრაფი დაბრუნება რისკიანია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ Charles აქვს დიდი გამოცდილება და შეუძლია სწრაფად მოირგოს სხვადასხვა სიტუაცია ოკტაგონში. მისი სტილი ყოველთვის აქტიურობით, აგრესიით და კრეატიულობით გამოირჩევა, რაც მას მსუბუქ წონაში ერთ-ერთ ყველაზე მყიფე, თუმცა სასტიკ მეტოქედ აქცევს. მატეუს გამროტი კი ცნობილია თავისი relent სტილით, მუდმივი წნეხი, მაღალი აქტიურობა და შეზღუდული შანსი მეტოქისთვის, რომ თავისუფლად იმოქმედოს. მსუბუქი წონის სხვა მებრძოლებს ხშირად ეშინიათ მისი სტილის, რადგან გამროტი მუდმივად ცდილობს მოწინააღმდეგის დასუსტებას, არ აძლევს დასვენების საშუალებას და იყენებს ჭკვიანურ ტაქტიკას მიწაზე კონტროლის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ იგი არა ისეთი ძლიერი სტრაიკერი, როგორც სხვა ვარსკვლავები, მისი გრაპლინგი და გამძლეობა მას საშუალებას აძლევს ხანგრძლივად იბრძოლოს. Charles Oliveira შემთხვევაში მას აქვს რთული გამოწვევები, სწრაფი დაბრუნება კოაუტის შემდეგ და მოწინააღმდეგე, რომელიც მუდმივად და უშიშრად წნეხს ახორციელებს. თუმცა Charles-ის გამოცდილება, ძლიერი მენტალური მომზადება და ტექნიკური მრავალფეროვნება ხელს უწყობს, რომ ის შეასრულოს ეფექტურად თავისი გეგმა. გარდა ამისა, Charles-ი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწინააღმდეგის სუსტ მხარეებს და ცდილობს გამოიყენოს თავიანთი გამოცდილება სხვადასხვა ტაქტიკურ სიტუაციებში. თუ შევხედავთ მათი ბოლო წონის მონაცემებს, Charles-ი და გამროტი თითქმის თანაბრად არიან. Charles-ის სიგრძე 510 სანტიმეტრი, ხოლო გამროტის 510 სანტიმეტრი, თუმცა Charles-ის მანძილი ხელებზე ოდნავ მეტი, რაც საშუალებას აძლევს მას განავითაროს შეტევები დისტანციურად. ასევე Charles-ის აქვს მეტი გამოცდილება მაღალი დონის მებრძოლებთან, როგორიცაა Michael Chandler-ი, Dustin Poirier-ი, Justin Gaethje და Islam Makhachev-ი, რაც მის ტექნიკურ განვითარებას და თავდაცვით უნარებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. გამროტის შემთხვევაში მას აქვს რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება UFC-ში, თუმცა მისი ძირითადი ძლიერი მხარე მაინც relent სტილი და გამძლეობა რჩება. ის ყოველთვის აქტიურია, მუდმივად ცდილობს მოწინააღმდეგის დაჩაგვრას და არ აძლევს სივრცეს იმისთვის, რომ Charles-ი კომფორტულად მოქმედოს. იგი ასევე თავის დამახასიათებელ სტილს იყენებს, რომ კონტროლირებული პოზიციები მიიღოს მიწაზე და დაამციროს Charles-ის მოქმედების შესაძლებლობი. Charles-ისთვის ეს ბრძოლა განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ იგი კვავინდებრად ცდილობს დაეყრდნობის თავისი ტაქტიკით და მაღალი დონის სტრაიკით, რომ დაამარცხოს გამროტი. ის ყოველთვის ახერხებს მოწინააღმდეგის გაღიზიანებას, გამოიყენოს მაღალი დაცვა, მკრეთიებლოები, დაბალი და მაღალი კიკები და შეინარჩუნოს კონტროლი ოტაგონში. მისი სტრატეგია მოიცავს მოწინააღმდეგის ფეხების დაჭერას, მოტივაციის შექმნას და კონტროლირებულ სივრცის გამოყენებას, რათა გამროტი ვერ შეძლოს კომფორტულად მოქმედება. სულ ეს არის შესავალი ბრძოლისთვის. ერთი მხარე Charles Oliveira, ძლიერი, გამოცდილი და აგრესიული სტრაიკერი, მეორე მხარე მატეუს გამროტი, relent სტილის გამძლეო და მუდმივად მოწინააღმდეგეზე წნეხის მახე. ეს დაპირისპირება უკვე აღელვენების ფანებს და იძლევა უნიკალურ შანსს, რომ ვიხილოთ ტექნიკის, სტრატეგიის და ნების ბრძოლა ორ გამორჩეულ მებრძოლს შორის. ამ ვიკენდზე UFC Rio-ში main event-ში ჩვენ ვიხილავთ საოცარ მსუბუქ წონაში ბრძოლას. ეს არის Charles Oliveira პროტივ მატეუში გაჯეროტი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება განხილვაში. ჩვენ დეტალურად გავაანალიზებთ ამ ბრძოლას. ვნახავთ რა შეიძლება მოველიოთ ამ ფაიტიდან და ბოლოს მოგაწვდით ჩემს პროგნოზს, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ შეხვედრაში. მსუბუქი წონის დივიზია ყოველთვის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ დივიზიად ითვლება. აქ არიან დიდი სუპერვარსკვლავები, ფანების საყვარელი მებრძოლები და ერთ-ერთი მათგანი აბსოლუტურად Charles Oliveira-ა. იგი აქ დაბრუნებას ცდილობს მოკლე დროში, რაც ბევრისთვის საგანგაშო ფაქტორია. UFC 317-ზე ის მარცხი იწვნია ილია ტოპურიასგან, რაც უამრავ გულშემატკივარს უქმნის შეკითხვას მისი ფორმის და ფსიქოლოგიური მომზადების შესახებ. Charles-ის ამ უკანასკნელი მარცხის მიუხედავად, ის მიზნად ისახავს სწრაფად დაბრუნებას. მას წინ ელოდება ჭიდაობის, ძლიერი წნეხის მქონე მეტოქე მატეუში გაჯეროტი, რომელიც ცნობილია relentless სტილით და მაღალი მოსწრება კარდიო შესაძლებლობებით. მეტოქეების უმეტესობა ცდილობს თავიდან აიცილოს გაჯეროტი, რადგან ის ერთგვარად გაუჩერებელი მანქანაა, რომელიც მუდმივად წნეხს ახორციელებს, ჭიდაობის ტექნიკით კლავს სივრცეს და ბრძოლას თავის კონტროლში ატარებს. ეს ბრძოლა ასევე სპეციალური შესაძლებლობაა გაკაჯოტისთვის, რადგან თავდაპირველად მისი მეტოქე უნდა ყოფილიყო რაფაელ ფეიზი, მაგრამ ახლა გაჯეროტი მოკლე დროში იღებს შანსს, რომელიც შესაძლოა კარიერაში საუკეთესო იყოს. მისი სტრატეგია მარტივია, გამოიყენოს relentless ჭიდაობა, დაწიოს ბრძოლა მიწაზე და მაქსიმალურად შეამციროს სივრცე Charles Oliveira-სთვის.
მოყურებამდე მნიშვნელოვანია გავაცნოთ ბრძოლისთვის ძირითადი ნარატივები. 1. ჩარლს ოლივეირას სწრაფი დაბრუნება UFC 317-ის მარცხის შემდეგ. 2. განსხვავებული სტილი, ნაცვლად სწრაფი, დინამიური და ძალიან საშიში მუაი-თაი მომხმარებელი რაფაელ ფეიზის. ახლა იგი შეხდება ჭიდაობაზე ორიენტირებულ, რელენტლეს მეტოქეს მატეუში გაჯეროტის. თუ გადავხედავთ ჩარლზის კარიერას მსუბუქ წონაში, მისი უნარი დასაბრუნებლად დაუჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ირევს დაზიანებებს ბრძოლებში, მაგალითად მაიკლ ჩენდლერი, დასტინ პორიე და ისლამ მახაჩევი, ის ყოველთვის პოულობს გზას დაბრუნებისა და გამარჯვებისათვის. სწორედ ამიტომ გულშემატკივრებს აქვთ რწმენა, რომ სწრაფი მარცხის შემდეგ ჩარლს ოლივეირა მზად არის დიდი დაბრუნებისთვის. რაც შეეხება მატეუშ გაჯეროტს, მისი ძლიერი მხარე ჭიდაობაა. UFC-ს კარიერაში მას ბევრი დასაწყისი დასახლებაში ჰქონდა, მაგრამ დიდი კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლები ხშირად გადაწყვეტილებით სრულდებოდა. მიუხედავად ამისა, მისი relentless სტილი, მძლავრი კარდიო და ტექნიკა ზრდის შანსს, რომ მან შეძლოს ბრძოლის მიწის კონტროლი, რაც გამოწვევას უქმნის ჩარლს ოლივეირას. ბრძოლამდე სხვა მნიშვნელოვანი დეტალი. ჩარლს ოლივეირას სახელი ახლა ცნობილია როგორც პრედატორი. ეს მეტსახელი ასახავს მის ახალ ენერგიას და მიზანდასახულობას, რომელიც მას UFC რიოში გადმოაქვს. ამ ბრძოლაში ის დაბრუნების მოტივაციით არის გაჯერებული. მის უკან არის ბრაზილიური MMA სკოლა და გამოცდილება, რომელიც საშუალებას აძლევს მას არ დაეკარგოს თავდაჯერებულობა, მიუხედავად UFC-ს 317-ის მარცხისა ილია ტოპურიასთან. ჩარლს ოლივეირას მთავარი უპირატესობა მისი striking შესაძლებლობებია. მისი ხელები ძლიერია, მას აქვს ნიჭიერი ალბოები, ძლიერი ლოუ-კიკები და ზუსტი მარცხენა ჰუკი. გარდა ამისა, ის საშინლად ძლიერი მუაი-თაი მებრძოლია, რომლის უნარი გამოიყენოს წაქცევები და ელბოები ახლო დისტანციაზე, ქმნის მეტოქისთვის მუდმივ საფრთხეს. UFC-ს ისტორიის განმავლობაში მას აქვს 10 ნოკაუტი და 21 საბმიშანი, რაც აბსოლუტურად ხაზგასასმელი ფაქტორია მის შესახებ. რაც შეეხება მატეუშ გაჯეროტის, ის known არის relentless ჭიდაობით. მისი სტილი მოიცავს მუდმივ წნეხს, მოწინააღმდეგის კონტროლირებას მიწაზე და ბრძოლას სივრცის შემცირებისთვის. UFC-ში მას აქვს 25 მოგება და 3 მარცხი, რაც აჩვენებს, რომ ის გამოცდილი მებრძოლია, მაგრამ მას ნაკლებად აქვს დისტანციური striking. მიუხედავად ამისა, მისი ძალა და მოთმინება ხშირად საკმარისია, რომ მტერს პრობლემა შეუქმნას. სტრატეგიულად, ჩარლს ოლივეირას უპირატესობა ფრჩხილშია striking-ში, ხოლო მატეუშ გაჯეროტის relentless ჭიდაობაში. ჩარლზი ცდილობს ზედიზედ დარტყმებით შეაჩეროს მოწინააღმდეგე, შეიქმნას დისტანცია და გამოიყენოს მაღალი striking ტექნიკა, ხოლო გაჯეროტი ცდილობს სწრაფად მიაღწიოს მიწას, გამოიყენოს ზედიზედ takedown-ები და კონტროლირება. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი შეიძლება დაეცეს მიწაზე, მისი უნარი სათანადო გარდით, თავის დაცვაში და ground and pound ტექნიკით საშუალებას აძლევს მას გართულებულ პოზიციებში დაბრუნდეს. გარდა ამისა, მას აქვს ძლიერი submission შესაძლებლობები, როგორიცაა arm triangle, armbar, რაც ქმნის მუდმივ საფრთხეს მატეუშ გაჯეროტისთვის. ბრძოლაში განსაკუთრებული როლი აქვს ჭიდაობას, რადგან გაყაჟოტი ცდილობს ჩარლზის კონტროლი მიწაზე, სივრცის შეზღუდვა და ბრძოლისთვის საკუთარი უპირატესობის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ ჩარლზი უნდა იყოს ჩართული მუდმივად, გამოიყენოს striking-ი და თავიდან აიცილოს overly defensive პოზიციები, რადგან არ დაკარგოს დათმობა. წინა ბრძოლებში ჩარლზი ხშირად იღებდა დარტყმებს, თუმცა შეუძლია სწრაფად დაბრუნდეს და გამოიყენოს finishing შესაძლებლობები. მატეუშ გაჯეროტის ზალა და relentless სტილი ქმნის საინტერესო დინამიკას. თუ ჩარლზი ვერ აიღებს კონტროლს და ვერ აწარმოებს ბრძოლას თავის წესებით, გაჯეროტი შესაძლოა დააწვეს მიწაზე და კონტროლი მიიღოს. ბრძოლის ძირითადი კითხვა: შეძლებს თუ არა ჩარლს ოლივეირა შეინარჩუნოს striking უპირატესობა, გამოიყენოს elbows, knees და kicks, რომ რაც შეიწიოს გაყოჟოტი მიწაზე და შექმნას შესაძლებლობები finishing-ისთვის. მისი დაბრუნების მოტივაცია და ბრაზილიური ენერგია იძლევა იმედს, რომ იგი მზად იქნება მაქსიმალურად თავდაჯერებულად და აგრესიულად შესასვლელად. ახლა გადავიდეთ მატეუშ გაჯეროტის ხედვაზე. მას აქვს ძალიან სპეციფიური სტილი. Relentless. მოსალოდნელი შეტევები, ჭიდაობის გაძლიერებული ტექნიკა და ძლიერი კარდიო. UFC-ში მისი უმეტესი ბრძოლები მიდის დისციპლინირებული ტემპით, სადაც იგი მუდმივად ცდილობს მოწინააღმდეგეს მიწაზე მიიტანოს. მისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური კონტროლი, პოზიციის შენარჩუნება და მსხვერპლის დაღლა. მიუხედავად იმისა, რომ striking-ის დონე არც ისე მაღალია, გაძლიერებული ფეხები და ტაქტიკური მოტივაცია აძლევს მას საშუალებას იყოს საფრთხე ჩარლს ოლივეირას წინააღმდეგ. ჩარლს ოლივეირა კი, პირიქით, ცდილობს ბრძოლა გადაიყვანოს striking-ში, რათა გამოიყენოს მაღალი დონის მუაი-თაი იარაღები, ძლიერი ხელები, მაღალდარტყმები, ოსტატური low-kicksები და ალბოები. მისი გამოცდილება UFC-ში მისცევს საშუალებას არ დაკარგოს კონცენტრაცია და დროულად მოახდინოს კაუნთერები. მიუხედავად UFC 317-ში მარცხისა ილია ტოპურიასთან,
ჩარლზი კვლავ ცნობილია როგორც finishing machine, მებრძოლი, რომელიც არასდროს გადის საშუალოზე და ყოველთვის მზად არის ბრძოლაში decisive მოქმედებისთვის. ბრძოლის დინამიკა ყველაზე მეტად იქნება striking versus wrestling. ჩარლზი იფარებს მაღალი striking ტექნიკას, გამოიყენებს elbows და knees, რათა მატეუშ გაჯეროტი აიძულოს მიცაზე. გაჯეროტი კი მუდმივად ცდილობს პოზიციის შეცვლას, wrestling-ის გამოყენებას, მოწინააღმდეგის დახლას და ბრძოლისთვის უპირატესობის შექმნას. ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია ცენტრალური დისტანცია. გაჯეროტი ცდილობს ჩარლზის დასაკავებლად შეცვალოს fight pace, აიძულოს იგი defensive პოზიციებში, ჩარლზი თავის მხრივ უნდა გამოიყენოს თავისი mobility, ალბოები და sharp punch-ები, რათა შეაჩეროს relentless წნეხი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩარლზ ოლივეირას wrestling-იც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი ბრძოლა მაიკლ ჩენდლერთან და დასტინ პოირიერის წინააღმდეგ აჩვენებს, რომ ახლა მას შეუძლია უფრო ეფექტურად გამოიყენოს ground and pound და positional control. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მის ფინიშინგ შესაძლებლობებს განსაკუთრებით, როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს wrestling-ის გამოყენებას. გაყაჟოტი გზნობს სიძლიერეს wrestling-ში, მაგრამ მას ნაკლები გამოცდილება აქვს high-level striking-ის წინააღმდეგ. თუ ჩარლზი მოახერხებს დარტყმების სერიის დაწყებას სწრაფად, ის შეძლებს შეაჩეროს გაძლიერებული ჭიდაობა და დაწესდეს საკუთარი დინამიკა ბრძოლაში. სტრატეგიულად ჩარლზი აპირებს გამოიყენოს მაღალი სტრაიკინგი, elbows-ები და ნიები ახლო დისტანციაზე, double kicking-ს მოხდეს გაყაჟოტის ფეხებს, რათა შეამციროს მისი შუტინგების შესაძლებლობა, შეინარჩუნოს positional advantage მიცაზე, თუ გაძლიერებული ჭიდაობა მოხდება, maximize ტაქტიკური დარტყმები mid-section-ზე, რათა დაასუსტოს გაძლიერებული relentless pace-ი. გამაჟოტის სუსტი წერტილი შეიძლება იყოს striking-ის ნაკლებობა. მისი ძირითადი იარაჟი wrestling-ი და relentless push-ია. UFC-ს გამოცდილება აჩვენებს, რომ მას შეუძლია early finish-ები, თუმცა higher level competition-თან შეხვედრები ხშირად decision-ებით სრულდება. ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია, რომ ჩარლზ ოლივეირას აგრესიული striking ტექნიკა შეხვდეს მატეუშ გაჯეროტის relentless wrestling-ს. ეს შექმნის დინამიურ ბრძოლას, სადაც ორივე მებრძოლი იქნება აქტიური და შექმნის მუდმივ დრამას მაყურებლისთვის.